ზოგადად სამყაროში ნამდვილად შეიძლება არსებობდეს თეთრი ხვრელების წარმოქმნის გზა. ახალი, ძლიერ თეორეტიკული კვლევის თანახმად, ეს ჰიპოთეტური ობიექტები შეიძლება წარმოადგენდეს შავი ხვრელის შუაგულიდან კვანტური ასხლეტის გარკვეულ სახეს, რაც თავის სიღრმიდან აფრქვევს არამხოლოდ მატერიას, არამედ თავად დროსაც. დრო ნამდვილად არის შავი ხვრელების ძირეული პრობლემა. გარკვეულ წერტილში მისი დინება ჩერდება და ასე ემართება ნებისმიერ ინფორმაციასაც, რაც მას ახლავს თან. ეს კი არღვევს კვანტური ფიზიკის საკმაოდ ფუნდამენტურ კანონს. ამ ფაქტმა შეაგულიანა ახალი კვლევის ავტორები. შეესწავლათ, პირველ რიგში, რას შეიძლება ვგულისხმობდეთ დროში. შავი ხვრელები ერთ-ერთი ყველაზე უცნაური ობიექტებია მთელ სამყაროში. წარმოადგენს რეგიონს სივრცე დროში, სადაც მატერია იმდენად ექსტრემალურ სიმკვრივეს აღწევს, რომ მათემატიკურად ყველაზე უკეთ შეიძლება აღიწეროს სინგულარობის სახით, უსასრულო სიმკვრივის ერთგანზომილებიან წერტილად. სავარაუდოდ, თუკი თეთრი ხვრელები არ არსებობს, როგორც სახელიც მიუთითებს, ეს ჰიპოთეტური ობიექტები შავ ხვრელთა ანტითეზისია, სინგულარობა, რომელიც მატერიას კი არ იზიდავს, არამედ ძლიერ განიზიდავს და აფრქვევს. ამ დროისათვის არ არსებობს მტკიცებულება, რომ სამყაროში თეთრი ხვრელები არსებობს, მაგრამ კომპლუტენსეს უნივერსიტეტის ფიზიკოსმა ლუსია მენდეს პიდალმა და მისმა კოლეგებმა აჩვენეს, რომ შავი ხვრელის თეთრ ხვრელად გარდაქმნა შესაძლებელია. სულ მცირე 100 ქაღალდზე. გათვლები დააფუძნეს შავ ხვრელთა მათემატიკურ მოდელს, რომელსაც სიბრტყით შავ ხვრელს უწოდებენ. სამყაროს გამრუდებულ ვერსიაში, რასაც ანტი-დე სიტერ სივრცეს უწოდებენ. ამის შემდეგ კვანტური მექანიკა გამოიყენეს შიგნით არსებული სინგულარობის შესასწავლად. დაადგინეს, რომ სინგულარობის ნაცვლად შავი ხვრელის შუაგული ხდება რეგიონი, რომელშიც დიდი ოდენობით კვანტური რყება ხდება. ცვლილებების სივრცე-დროის ენერგიაში. ფიზიკოსები მუშაობენ, რათა დაადგინონ, როგორ შეიძლება თან არსებობდეს ერთსა და იმავე ფიზიკურ სამყაროში ორი აშკარად შეუთავსებელი ჩარჩო, ზოგადი ფარდობითობა და კვანტური მექანიკა. გამოიწერე კოდის YouTube არხი. ნახე უამრავი საინტერესო ვიდეო სხვადასხვა თემაზე.